ვენერა კაპანაძე ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩის 227 ნომერში ცხოვრობს. სასმელიწყლის ასაღებად ეგრეთ წოდებულ საკურდღლიას წყაროზე მის ქუჩაზე მცხოვრები სხვა მეზობლების მსგავსად დადის. თუ არ გედიხარ ფული კაცო გაჯარივე, რისთვის მაჯარივე, წყალს ვზიდამ საცოდავათა. თვი არ ჩამიგდე რომ ფული არ გედემეხადოს. ხო, ვიხთი კაცო ახლა აპა წყალი ისე მაინც ხომ მოდის. ბოდიში მომთხე ან ტუალეტ ჩარეცხამ რაღაცას. მოდის წყალი ისეთი, საერთოდ ვერ წარეცხამ და ვერც დალევ. ერთ-ერთი თვია რაც არის წყალი მართლა. რო ვთქვა რო არ არისო, დილასაც მოდის და ხანდახან საღამოსაც. თუმცა მათ ვინც აღმაშენებლის ქუჩის ზედა ნაწილში ცხოვრობს, სხვებზე მეტად გაუმართლად, რადგან ლეილა ტყემალაძის სახლში წყალი იმდენი ხანია არ ყოფილა, რომ ბოლოს როდის მოდიოდა მის ონკანში წყალი აღარც ახსოვს. არა გვაქვს წყალი, აი რო ვთქვათ რომ წყლის წვეთი ჩემ სახლში არ მოდის. არც გადასახადს არ ვიხდი გადასახად. მომა წყალი გადავიხდი, როგორ დევს ვიხდი, როგორც გას ვიხდი, შევალ სალაროში და გადავიხდი, მაგრამ წყლის წვეთი არ მოდის, ზიდავთ აქედან. წყაროზე ადგილობრივების თქმით, კედელიც ავარიულია, თუმცა ისინი აქ ყოველდღიურად დადიან. სასმელი წყალიც აქედან დააქვთ და ხშირად საოჯახო საქმეებსაც აქვე აკეთებენ. წვეთი წყალი არ მოსულა, სულ აქედან ვეზიდებ. გასარეცხად, სარეცხი, მომაგ, რეცხავ აქანა და მალამ ბოდიში ხდით ახლა თქვენ ტელევიზიას ვისაც უნდა ასე ჩუმად რეცხავ, რომ მამაკაც თავზე მადგია, რომ არ დამინახოს რას რეცხავ, რას ვავლებ. იმიტომ სახში გავატყობ მოვას, ახლა რავდეთ მე წყალსა და სხვა რა უნდა ვილაპარაკო, არ მოდის. აღმაშენებლის ქუჩის მობინადრეებს წყალი ტეხისას წყალსადენიდან მიეწოდებათ. პრობლემა როგორც წყალმომარაგების კომპანიის ჭიათურის სერვის ცენტრის ტექნიკური მენეჯერი ამბობს, გვალვამ და მოუწესრიგებელმა ქსელმა გამოიწვია. აღმაშენებლის ქუჩის ზედა ნაწილს მიეწოდება წყალი ტეხისის ბასეინიდან. წელს იყო რაღაც გაუგონარი გვალვა, ასეთი გვალვა 30 წელიწადში არის ერთხელ. მთლიან მთელ საქართველოში იყო გვალვა ასეთი, მარტო ჭიათურაზე არ არის ლაპარაკი. და ეხლა დაიწყო იანვრის თვიდან დაიწყო წყალმა მომატება. და ეხთან ვიცით რომ სარეაბილიტაციოა ქსელი ჭიათურის და დაწყებულია უკვე ეს პროცესი და 2014 წელს დამთავრდება. მისივე თქმით, წყლის დებეტმა მატება იანვრიდან დაიწყო და წყლის მიწოდებაც მეტნაკლებად გაუმჯობესდება, რაც ჯერჯერობით ნიკოპოლის ქუჩის ახალ გრაფიკს არ შეხებია. ახლა სოფლიდან მოვდივარ და არ ვიცი როგორ არის საქმე. ადრე კმაყოფილი. ადრე კმაყოფილი ვიყავი. წყალი ჩვენთან იყო 24 საათი. სწორედ თითქმის 6 თვეა, რაც ნიკოპოლის ქუჩაზე წყლის მიწოდების გრაფიკი შეიცვალა. მართალია ნიკოპოლის ქუჩა ერთადერთი ქუჩაა ჭიათურაში, სადაც წყლის მიწოდების გრაფიკი ყველაზე ხანგრძლივია, მაგრამ ყველაზე მოუხერხებელიც. 10-ისთვის უკვე წყალი არ არის. 10 საათისთვის და საღამოთი, ახლა მე პირველ სართულზე ვცხოვრობ და წვეთობით მაინც მოდის წყალი. მაინც პირველი სართულია, რა თქმა უნდა, და ზევით სართულებზე ალბათ არ იქნება და მე საღამოთი 9-ზე უკვე წყალი არ არის. არსებული გრაფიკით დიასახლისები უკმაყოფილებას ნამდვილად არ გამოხატავენ, თუმცა მათთვის, ვინც მთელი დღის განმავლობაში სამსახურშია, წყალი ნამდვილ პრობლემად იქცა. დილის და საღამოს საათებში უფრო მისაღები ახლა ბავშვებიანი ოჯახისათვის და ვინც მსახურობს. ჩვენ ვეგუებით პენსიონერები უკვე ამ გრაფიკს. აღნიშნულ გრაფიკს გამოუვალ მდგომარეობას უკავშირებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ჭიათურის სერვის ცენტრში, რომლის დირექტორმა გიგა კიპაროიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ ნიკოპოლის ქუჩა საღამოს საათებში წყალი მას შემდეგ მიეწოდებოდა, როდესაც წყლის დებეტი გაიზრდებოდა. არსებულ ვითარებაში ლეჟუბნის წყალსადენიდან ნაგუთის, ლეჟუბნისა და ნიკოპოლის ქუჩის მომარაგება ერთდროულად ვერ ხერხდება. დილის 7 საათიდან 10 საათამდე ნაგუთს და საღამოს 7-დან 10 საათამდე ლეჟუბანს. ხო და აი ამ პერიოდში წყალი არ არის საკმარისი და იძულებული ხდებით, რომ ნიკოპოლის ხაზი ჩავკეტოთ. წარმოუდგენელია ამ პირობებში და მომავალში ვნახოთ რა რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეხლა დაიწყო ფაქტიურად რა ეს პროცესი რეაბილიტაციის და შემდეგ ამას ყველაფერს გავითვალისწინებთ და შევეცდებით, რომ გეზი იქეთ კენა გვაქვს ჩვენ აღებული, რომ გვინდა რომ 24 საათიანი წყალმომარაგება იყოს მთელ ქალაქში. წყალმომარაგების საკითხი ჭიათურაში მუდმივად პრობლემატურ საკითხთან ნუსხაშია. დღეს კომპანიაში აცხადებენ, რომ ქსელის სრული რეაბილიტაცია 2014 წელს დასრულდება.